სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე სკანდალში ეხება ვინ უყენებს ბრალდებებს ვალერიან ცერცვაძეს და რით უკავშირდება იგი iPhone Plus-ისა და კომპანია iTechnic შორის არსებულ დავას. რა ხდება აღნიშნულ კომპანიებს შორის და რატომ აპირებენ iPhone Plus-ის დამფუძნებლების საქართველოში წარმომადგენლობის დახურვას. დღის თემაში მამუკა მარღიშვილი საკუთარი კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს. გადაცემაში მას ოპონირებას იურისტი გიორგი ცერცვაძე გაუწევს, რომელიც iTechnic-ის ინტერესებს იცავს. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ღია ეთერში. iPhone Plus-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და ბრალდებები სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს. რა შედავება iPhone Plus-ის დამფუძნებელი ვალერიან ცერცვაძეს და რა კავშირი აქვს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს iPhone Plus-სა და კომპანია iTechnic შორის არსებულ დავასთან. გადაცემის დასკვნის ნაწილში დისკუსიით ბრუნდებით ჩვენი სტუმრები iPhone Plus-ის დამფუძნებელი მამუკა მარღიშვილი და კომპანია iTechnic-ის იურისტი გიორგი ცერცვაძე არიან. ბატონი გიორგი, რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება საღამოშტოვისა ბატონო მამუკა, მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმარი. დავიწყოთ თქვენთან პირველ რიგში საუბარი, როგორც ვიცით, კომპანიას აქვს ფინანსური პრობლემები. რატომ შეგექმნათ ეს პრობლემები და რას უკავშირდება? ფინანსური პრობლემები იმ კუთხით დაკადაღებულია ჩვენი ანგარიშები, ვერ ვახორციელებთ თანხის გადაეცემის მომწოდებლებზე. ფინანსური პრობლემები შეექმნა მოულოდნელად. ჩვენ საქართველოში არ ვიყავით, ამერიკაში ვიყავით, წასული 2 კვირა კიდევ უნდა დარჩენილიყავით იქ, თუმცა როდესაც გავიგეთ ეს ამბავი მოულოდნელად სრულიად 24 საათში იღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, როგორც იცით და 7 ნოემბერს თუ ოქტომბერს შეუტანიათ და 8 და 9 არჩევნები იყო და არჩევნების მეორე დღეს პირდაპირ ორშაბათს გამოუცხადებია მოსამართლეს გადაწყვეტილება ჩვენს გარეშე ზეპირი მოსმენით, რომ თურმე Facebook-ი რომ Apple-მა გააუქმა ეს ჩვენი ბრალი ყოფილი და მოსამართლემ ეს დამაჯერებლად ჩათვალა და ამის გამო რომ Facebook-ი იმად გააუქნა თურმე $1,600,000 ზარალი მიადგათ, მაგრამ ჩვენთან კავშირიც რა კავშირი ქონდა ამას ჩვენთან არის დაინტერესებულა მოსამართლე ქალბატონი ქეთევან კუჭავა და პირდაპირ დაადო $1,600,000 ყადაღა ჩვენს ანგარიშებს და ამით ფაქტიურად გააკოტრა და გააჩერა კომპანია. თურმე შემდეგ აქედან ამის მერე გავიგეთ ჩვენ რა ხდებოდა დავინტერესდით და თურმე და ვალერიან ცერცვაძის ყოფილი ეს მაღაზია და ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მტკიცებულებები ამის პრინციპში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მისი საკუთრება არის. დიახ, მისი საკუთრება. მე აგერ თქვენ წამოგიღეთ ფურცლები, ეს არის საჯარო სამონაწილე, რომელიც უტყუარი დოკუმენტია, ახლა არ ვიცი აქედან კამერა დაინახავს თუ არა. ეს არის საჯარო სამონაწილე, სადაც დაარეგისტრირდა თავიდან კომპანია Green Apple Georgia-ს სახელით, ბექარ მიხუჭაძეზე, ეს არის მისი სიძე. ეს არის ვალერიან ცერცვაძის სიძე, ვახტანგ ჟუჟუნაძე, ეს არის ერთ-ერთი მათი ჩვენგან წასული თანამშრომელი, რომელმაც ნახა ფულიანი ეს ადამიანები, ესე ვთქვათ, ბატონი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძის სახით და ვინც ფული ჩაუდო ამ საქმეში და ასევე მურთას ცერცვაძე არის მისი მამა. ეს არის ბატონი ვალერიან ცერცვაძის მამა, მურთას ცერცვაძე. 33%-იანი წილით, 33%-იანი წილით ასევე ბექარ მიხუჭაძე, მაგრამ შემდეგ უსასყიდლოდ, შემდეგ უკვე სხვა მონაწერია, სადაც უსასყიდლოდ გადაცა უკვე წილი მის სიძეს, ანუ ცოლის ძმას, ბექარ მიხუჭაძეს მამამისზე გაფორმებული წილი, რადგან საერთოდ უნდოდა რომ მამამისი რადგან ოჯახის წევრად ითვლება ასე თუ ისე, უნდოდა რომ გაცლოდა ამ თემას და თითქოს და ამით შენიღბა თავისი საკუთარი ბიზნესი, გადააფორმა მის სიძეზე. მაგრამ მაინც ვერ დატოვა უყურადღებოდ ბიზნესი და მისი მეუღლე გაუშვა მთავარი მენეჯერის პოზიციაზე. საიდანაც მისმა შემოსავალმა უკვე დეკლარირებული აქვს ბატონ ვალერიან ცერცვაძის უკვე $100,000 მიაღწია iTechnic-დან მიღებულმა შემოსავალმა. სხვადასხვა მე მოусმინე კომენტარს ბატონი გიორგი ცერცვაძის, ეხლა რომელიც მოვა თქვენთან სტუდიაში, მისი ბიძაშვილია და მეგობრებში წყავს და გაჩვენებთ. მე მოусმინე მის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ არანაირი შეხება არ აქვსო, იმას რა ვქვია, ბატონ ვალერიანსო და აგერ არის ფაქტები და ჩვენ გვაქვს გაგზავნილი ქალბატონი გვანცა მიხუჭაძის მიმართვები, წერილები, აგზავნის ყველგან ჩვენს წინააღმდეგ მოთხოვნებს, სადაც საუბრობს იმ თემაზე, რომ ანუ აქტიურად არის ჩართული მოკლედ iPhone Plus-ის საწინააღმდეგო კამპანიაში. რაც შეეხება განჩინებას, თქვენ ალბათ გავთ განჩინება, ეს არის უპრეცედენტო განჩინება საქართველოს ისტორიაში. ასეთი არ ახსოვს საქართველოს სასამართლო პრაქტიკას და ისტორიას, ასეთი განჩინება არ ახსოვს, რომ ერთი ხელისმოსვლით კომპანია გააკოტრო და ესეთ არათანაბარებებში ჩააყენო კომპანია. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. ესეთი რამ არ არსებობს, ეს არის პირდაპირ დაკვეთა აი ამ ოჯახური კლანის მხრიდან. ანუ პირდაპირ ვალერიან ცერცვაძეს ადებთ ხელს, რომ ანუ მან თქვენი კომპანია ანუ ჩაძია ეს თვითონ აი ამ განჩინებას პირდაპირ ახატია აქვს, რომ ეს არის ვალერიან ცერცვაძე.
აქ სხვა გამორიცხული ესეთი განჩინება არ არსებობს. სოფლიო პრაქტიკაში ზიმბაბვე რო ავიღოთ, რა ვიცი, ნებისმიერი ჩამორჩენილი ქვეყანა რომ ავიღოთ, არ არსებობს ესეთი განჩინება, ესეთი დაუსაბუთებელი. ესეთი, აი ეს არის შეურაცხყოფა, მთელი სასამართლოს შეურაცხყოფაა ეს. ძალიან შეურაცხყოფილი ვქნათ თავს. მე მხოლოდ როგორც iPhone Plus-ის თანამშრომელი მარტო იმიტომ კი, როგორც მოქალაქე, ყველა მოქალაქეს მიაყენეს შეურაცხყოფა აი ამ განჩინებით. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება მოსამართლემ ესეთი გადაწყვეტილებით კომპანია ერთ წუთში გააკოტროს მთლიანად. დაინტერესებული პირია, რა თქმა უნდა, და აგერ არის ეს ფაქტი, ხო? ეს ხო ჩემი გიორგი შემოგვიერთდა, ბატონო გიორგი ცერცაძე შემოგვიერთდა, აი ტექნიკის იურისტი, საღამოშტობისა ბატონო გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო გიორგი, ბატონო მამუკა საუბრობს, რომ ვალერიან ცერცაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის საკუთრება არის, აი ტექნიკი, მამაზე აქვს წილი გაფორმებული, მეუღლე მუშაობს. ადასტურებთ თუ არა თქვენ ამ ყველაფერს, რომ ანუ თქვა ვალერიან ცერცაძეს ეკუთვნის კომპანია აი ტექნიკი. არა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს ასე არ არის. საჯარო რეესტრიდან წარმოადგინა დოკუმენტი. კი ბატონო. მე სამწუხაროდ დეტალებში ვერ მოვასწარი, მართალი გითხრათ, რომ გავცნობოდი, ნახე მხოლოდ განცხადება Facebook-ზე, თვითონ უშუალო პრესკონფერენცია არ მინახავს. და ჩემი აზრით იქ გამოთქმული მოსაზრებები თუნდაც პირადად ჩემთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად აბსურდული. იქ საუბარია იმაზე, რომ მე ვარ ვალერი ცერცაძის ბიძაშვილი და მეგობარი. ცერცაძეები ძალიან ბევრი ვართ საქართველოში, მე ვალერი ცერცაძეს საერთოდ არ ვიცნობ. არა, არ ვიცი. თქვენ მეგობრებში არ მე მელაპარაკებით და იმიტომ. არა, მე არ გაწყვეტინებდით. მე ვსაუბრობ მაყურებლების გასაგებია. ჩვენ იურისტები ვართ, მე 2700-მდე მეგობარი მყავს Facebook-ზე, მათ შორის აბსოლუტური უმრავლესობა იურისტები არიან. მოსამართლეები, ადვოკატები, ჩემი სტუდენტები. კარგი, უცნაური დამთხოვას მივაწოდეთ, არა, ერთი გასაგებია. დავიჯერეთ, რომ დამთხოვათ. გუჯერავს, რომ თქვენ ანუ ეს იყო თქვენ გაავრცელეთ შეგნებულად გაავრცელეთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არა, გადამოწმებულია და გაჩვენებთ. მე ვარ ბიძაშვილი, მეგობარი ხართ თქვენ და ბიძაშვილი ხართ. ხო, ეხლა მოგვარი არ ხართ თქვენ და ასევე თქვენი მეგობარი ხართ Facebook-ზე ხართ მეგობარი იქ და ეხლა ამ Facebook-ზე. ეხლა Facebook-ზე. ანუ Facebook-ი არ არის. კიდევ ერთხელ Facebook-ზე მეგობარი და Facebook-ი არაფერს აღარ ნიშნავს ეხლა, ხო? 2700 მეგობარი მყავს Facebook-ზე. მათ დიდ ნაწილს არ ვიცნობ პირდაპირ. კარგი, გავაგრძელებთ. დავიჯერეთ, ეგ რომ თქვენ არ ხართ ბიძაშვილი და ხართ უბრალოდ მოგვარი და შემთხვევით დამთხოვილი. ეს ერთი ტყუილი. კარგი, თქვენ კი ბატონო, ეხლა მეორე ტყუილი. კარგი. თითქოს მე დავატრეინინგე ეს თქვენ თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენ თანამშრომლებს ეტრაბახებოდნენ, ესე რომ ვთქვა. ეს არის ბატონო მამუკა, მე არ ვიცი ვინ ვის ეტრაბახებოდა, ასე საუბარი არ შეიძლება. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებელი. ასე თქვენ საუბრობთ თქვენ განჩინებაში, მე იურისტი განჩინება თქვენ და არ შეიძლება ესე საუბარი. ეს არის თქვენი განჩინება. კი ბატონო, დებატის რეჟიმი არის და შეიძლება რომ ერთმანეთთან კამათს დაწესებულა. უნდა მაცალოს საუბარი. კი ბატონო, არც აზრის დამთავრებას აზრი არ შემდეგ მე გისმენდით, თქვენ აბსურდულ განცხადებებს უსმენდი განჩინებასთან დაკავშირებით, არ შემიწყვეტინებია, ხო? ამიტომ არ უნდა შემოწყვეტინოთ არც. ძალიან აბსურდული ის განჩინება, რომელიც წარმოადგენდა ბატონმა მამამ. აბსოლუტურად არ არის აბსურდული, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი განჩინება ბიზნეს დავებში. ბატონ მამუკას არ ვიცი, ყავს თუ არა იურისტი, თუ ის აიყვანს იურისტი, ან უკვე ყავს იურისტი, აუხსნიან, რომ ბიზნეს დავა, როდესაც ორ კომპანიას შორის მიმდინარეობს, იქ ადაღის, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. პრესკონფერენციაზე გაჟღერებულა მე პირადად არ მომისმენია, რომ ესო ჩვენს შეუტყობინებლად გაკეთდაო, ჩვენ არავინ არ გვაცნობა ამის შესახებ. ბატონ მამუკა, არ ვიცი კიდევ ერთხელ მე იურისტი ყავს თუ არა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში წერია, რომ თქვენ შეუტყობინებლად უნდა გაკეთდეს ეს. ის რაც გაკეთდა აბსოლუტურად კანონიერად. რაც შეიძლება ჩემი მე მესმის რომ ყადაღის დადება შეიძლება, მაგრამ მოსამართლე უნდა ჩათვალოს იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ და ძალიან ეს არის ჭორი, ხო, აქ რაც წერია, ეს არის ჭორი. თქვენ იურისტი ვართ, ვიძახით და აქ იმდენი რამე წერია, ისეთი რაღაც წერია. თქვენს განჩინებაში რომ ეხლა როგორ შეიძლება განჩინება ძირითადად აგებული არის იმაზე, რომ i+-ი წლების განმავლობაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა აკრძალული და მარცხსაწინააღმდეგო მეთოდით ცდილობდა აი ტექნიკის განდევნას ბაზრიდან. კონკურენციის ამას თქვენ ცდილობთ ეხლა არის ჭორის დონეზე ნუ საუბრობთ. არა, ჭორის დონეზე არ საუბრობთ. ერთამეს გთხოვთ რომ ჭორის დონეზე თუ ვისაუბრებთ ეხლა თქვენ როგორ ცდილობთ თქვენს განდევნა. რაღაცას რომ ეთქვით ფაქტი მოვაყოლეთ. კი ბატონო, ვაყოლეთ. არ მოვაყოლეთ ეხლა აზრი არ აქვს ეს თქვენ მე არ უნდა მოგცეთ ამის შენიშვნა, იმიტომ რომ იურისტები ბრძანდებით თქვენ და ფაქტები ვისაუბრებთ, ყველაფერზე მაქვს ფაქტები. დიახ, თუ დამაცდით, კი ბატონო. აი ეს არის ფაქტები. პირველი ეს არის ვებგვერდი. მოდი, რაღაც თქვით და მე მეგაქცევთ პასუხს ხომ, რომ ესე რომ დალაგდეს ეს, რომ ესე არ ვილაპარაკოთ. ამასობაში ჩვენი დრო უკვე ამოვიწურება და დავაცადოთ ერთმანეთს საუბარი, თორემ გამოდის რომ ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. ეს არის კონკურენციის სააგენტო და ეს არის სასამართლო.
რატომ მივმართეთ ჩვენ ამ უწყებას და რა დოკუმენტები გვაქვს იმის დასასაბუთებლად? ჩვენ ამას 4-5 თვის განმავლობაში ვსწავლობ. ბატონო მამუკა ერთ განჩინებას აფრიალებს. 400 გვერდი მტკიცებულებები არის სასამართლოში წარდგენილი. თქვენ მტკიცებულებებს რას ეძახით? რას ეძახით? დიახ, ბანკს მტკიცებულებებს იმას ეძახით თქვენ რომ დიახ, ჩაგვარდა. მტკიცებულებებს თქვენ იმას ეძახით ბანკმა რომ ის გამოგიგზავნათ თუნდაც ბანკი რო დაინტერესდა ეს არის მტკიცებულება? არა, არ ვიცი. არა, ბანკი რო დაინტერესდა ეგ არის მტკიცებულება? და ჩვენ რო დავარეგისტრირეთ აიტექნიკი იმაში რა ქვია, ეგ არის მტკიცებულება? კარგია რომ არის. რატომ დაარეგისტრირეთ? იმიტომ რომ ჩვენი სახელია ეს და თქვენ წაგვართვით ეს სახელი. ვის აქვს პირველი აიტექნიკი დარეგისტრირებული? ჩვენ რას ნიშნავს წაგართვათ? როგორ იყო გეტყვით ახლა თავიდან თუ მინდათ გეტყვით მოგიყვებით როგორ აიტექნიკი არის ესე იგი რა მოხდა თავიდან ზუსტად ეხლა გეტყვით როგორ იყო შემდეგ ერთი სახელი შეუცვალეს ესე იგი როგორ იყო ვიცით ჩვენ გეგმავდით ახალი კომპანიის დასახელების გახსნას იმიტომ რომ Apple-ის მოთხოვნა იყო ასეთი რომ iPhone Plus-ი ვერ იქნებოდა ავტორიზაცია რომ აგვეღო უნდა ყოფილიყო რაიმე სხვა სახელი iPhone-ი არ უნდა ყოფილიყო იმ დასახელებაში შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ დაგვეკვია აიტექნიკის დასახელება მე არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს დამეცადეთ თუ შეიძლება მე ვცდილობ იმ რეჟიმში გავაგზავნო რა რეჟიმშიც დაიწყე თქვენ მე არ მაძლევ საშუალებას თქვენ არ მაძლევ საშუალებას რომ დავასრულოთ იმიტომ რომ არ მოწევთ ერთმანეთს თუ დავასრულოთ აუცილებლად მე სიმართლე დაგდაგდაგდაგ სიმართლეს ლაპარაკი ახლა აღარ გინდათ რომ ბატონო მამუკას დავასრულებინოთ თქვას თავის პოზიცია და შემდეგ თქვენ მოგცემთ მე არ მასრულებინებს იმას. კი ბატონო, გასაგებია. დავიწყე საუბარი და მოვრჩები და გააგრძელეთ შემდეგ. საკპატენტში თქვენ წააგეთ ეს დავა ბატონო მამუკა. რასაც წავაგებუკაცრავად? საკპატენტში თქვენ წააგეთ ეს დავა. ხო წააგეთ. არა, კი არ წავაგეთ, ჯერ რა გაგვიგრძელებია დავა სასამართლოში საკპატენტში გასაგებია თქვენ ადრე შეიტანეთ, ჩვენზე ადრე შეიტანეთ საკპატენტში, ეხლა შეიტანეთ. 5 წლისნი კი არა, ეხლა შეიტანეთ. ეხლა რო შევიტანეთ თქვენზე ადრე როგორ გამოდის? ეხლა შეტანილი. საკპატენტში დაგვასწარით თქვენ მართალი ბრძანდებით. მაგრამ მოდით სამართლებრივად ვისაუბროთ. თქვენ წააგეთ თუ არა დავა საკპატენტში? არა, არა. საკპატენტი რა შუაშია? ჩვენ ვამბობთ თეთრზე რომ შავია. თქვენ დავა წააგეთ საკპატენტში აიტექნიკი ეკუთვნის აიტექნიკს. შეუძლებელი აიტექნიკი ეკუთვნის აიპლუს. მართალია თქვენ დაარეგისტრირეთ ახლა აიტექნიკი. ახლა თქვენ დაარეგისტრირეთ. ეხლა კი არა. აკარეთ და როგორ მიითვისეთ მე მაგას გიყვებით ხო? არა, თქვენ წააგეთ დავა საკპატენტში. გვერდი გამიფრიალეთ. ეს საიტი ჩემია და რასაც მინდა იმას უძავ ჩვენია ხო? გეუბნებით თქვენ ხო დავა წააგეთ ეს არ გიხსნით როგორ თქვენ სამყაროში ხართ ბატონო მამუკა. თქვენ ხართ თქვენ სამყაროში რომ რაღაცა თქვენია. არა, ზუსტად გეუბნებით. თქვენ ოფიციალურმა ორგანომ მე იურისტი ვარ. საკპატენტმა გითხრათ რომ ეს თქვენი არ არის. თქვენ წააგეთ. ისევე როგორც სასამართლოში არ გისმენთ თქვენ რა შუაშია საკპატენტი. ბატონო მოდით ასეთ რეჟიმში ვერ გავაგრძელებ. მაყურებელს უფრო საინტერესო თემა რა შუაში აქვს საოპერაციო სასამართლოს თავმჯდომარე. არა, იმიტომ რომ ბატონო მამუკას აქვს ერთ წუთით რა. ბატონო მამუკას აქვს ბატონო გიორგი უფერასო. მან თავის პოზიცია ილაპარაკოს. ბატონო გაავრცელოს ჭორი. აი ჭორი არის თქვენ გაეჩით შემდეგ პასუხი ბატონო მამუკა რასაც იცით ბატონო გიორგი ერთად აღიარეთ თქვენ. რატომ უნდა დაგიჯეროთ რომ სხვა ფაქტები მართალია? კარგით, მე ჯერახსო დამთხევა, აღარ გეუბნებით რომ რატომ გაავრცელეთ? თქვენი Facebook გვერდის დამთხევა, თქვენი ფოტო სხვა მატურთა ვალერე ცეცხლაძის გვერდში. რეალურად რასთან გვაქვს საქმე ბატონო მამუკა? რეალურად გვაქვს არა, რა სხვა მატურთა კომპანია აიტექნიკის დასახელება იყო ჩვენი, რომელიც შემდეგ უნდა გაგვეცნა აიტექნიკის დასახელებით კომპანია, ამათმა ჩვენი თანამშრომლები, წასული თანამშრომლებიდან გაიხსნა ეს აიტექნიკი არ არსებობდა, ჩვენთან მოვიდნენ, ისწავლეს ფოტოებს ბულებდნენ, ჩვენ შემდეგ ინვოისებს და აქედან გამომდინარე. არა, ეს არის ჩვენ თუ ვარ არა, ეს არის ჭორები. ეს არის ჭორები რომ ვიღაც თანამშრომელმა აქ გვაქვს დოკუმენტები. ეს ჭორებია აქ რაც არის, აგერ ხედავთ ხო რომ მურთას ცერცოძე თქვენ იცით ვინ არის მურთას ცერცოძე? ვალერია ცერცოძის მამა. და რა არის? თქვენ ადასტურებთ რომ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი iPhone Plus-ი იყო აი თქვენი კომპანია. უკრეთ როგორ არის? ერთად გაიხსნა ეს კომპანიები. არ ვიცი ვინ არის მურთას შემდეგ შეიცვალა, მე გეტყვით, შემდეგ შეიცვალა წილი და ბატონ მურთას ცერცოძე, ბატონმა ვალერიან ცერცოძის მამა მიფიქრა რომ შენი ღბული იყო საერთოდ და გაცნობდა ამ თემას და გადაუფორმა ოფიციალურად გადაუფორმა მე ვამბობ იმაზე რომ არ ვიცით მე გეუბნებით ოფიციალურად გადაუფორმა მის სიძეს მე ურთიერთობა მაქვს 2016 წლის მარტიდან აიტექნიკთან მე აიტექნიკში არ მინახავს ვისი აიტექნიკი ხო არ ვიცი მე არ მინახავს ის რასაც თქვენ აუცილებლთ მე ნამდვილად არ ვიცი აგერ არის საჯარო რეესტრი რომელიც კი სამონაწერია რომელიც კი სამონაწერია თავიდან როცა დაფუძნდა ეს 2011 წელს როდესაც დაფუძნდა აიტექნიკი დაფუძნდა 2011 შემდეგ გეუბნებით უსასყიდლოდ გადაცა მის ცოლის ძმას თავისი წელი იმიტომ რომ გაცნობდა მე გეუბნებით რომ არც ოფიციალური დოკუმენტები მე რაც ვიცი იმას გეტყვით რაც ვიცი და კომპანიის 100% ეკუთვნის ბექარ მიკუჭას ეხლა ეკუთვნის მაგრამ ეს იყო
მისი მამის მუხტას ცერცვაძის და გადააფორმა უსასყიდლოდ წილი თქვენ ჩემს გაკეთებულ საქმეს აწერთ ფაქტიურად ვალერი ცერცვაძეს. ის რაც მე გავაკეთე, ანუ მე შევიტანე არ არის, ეს არის საქართველოში კი არა, სოფლიოში უპრეცედენტო განჩინება. ერთი მაგალითი ხო იურისტი ბრძანდება. ერთი მაგალითი მოგვიყენეთ ჩვენ ვაირულებდა ვერ იპოვეს ესეთი მაგალითი საქართველოს პრაქტიკაში კი არა. ზიმბაბვეს, ანგოლას და რომელიც 10-დან 8 ესეთი განცხადება გაყოფილდება ბატონო რასაც ბატონი მამუკატებს რამდენად რეალურია ბატონო ფეისბუქის რაღაცა წორების თემაზე წორების დონეზე რა კავშირია ფეისბუქზე ჩვენთან ფეისბუქს რა კავშირია ფეგაბენი დანიშნულება რომ არ მომცეთ საშუალება არა თქვენ დანიშნულება რა არის მეთქი მოხოი კათოლის შეტები რაც თქვენ ბრალდებები ჩამოთვალეთ თქვენ ბრალდებები ჩამოთვალეთ თქვენ და გავაცემინოთ პასუხი ბატონო გიორგი გისმენთ თქვენ რას უპასუხებთ ბატონო მამუკას ამ ბრალდებებს კიდევ ერთხელ მე მე მხოლოდ სამართლებრივად შემიძლია პასუხი გაცნო მე არ შემიძლია პასუხი გავცე იმ ასე ვთქვათ ჭორებს რომელზეც აქ არის საუბარი აქ არის დოკუმენტები სადაც კომპანია i+-ის თანამშრომელი ლაშა ბენათიშვილი კომპანია i+-ის თანამშრომელი ალექსანდრე ნარიმანძე ქმნის გვერდს i-Technics-ში i-Technics-ის შექმნა თუ გინდოდათ სპილოები და უნიტაზები რატო დახატეთ ეს i-Technics-ში თქვენი გვერდია რატომ გაავრცელეთ ხოლმე გაცეთ სპილოები და უნიტაზების სურათები რატო დადეთ i-Technics-ის გვერდზე გეტყვით რა ხდება დიახ ვარ მაგასთან დაკავშირებით საქმის კურსში ეს თქვენ გააკეთეთ ხო ხო სწორია ჩვენმა თანამშრომლებმა გააკეთეს მაგრამ ვარ ძალიან კარგი ეხლა გავიგე ეხლა გავიგე უკაცრავად ბოდიში ტექნიკური საკითხის გარკვევანი და ეს ჩანაწერი მე შეგვიძლია ჩვენ რო გამოვიყოთ მე ეხლა გავიგე ეს მე ეხლა გავიგე ბოლოს ეს რომ ეს ნამდვილად თქვენმა თანამშრომლებმა გააკეთეს ეს თქვენ მეუბნებით და ამას დავაუწყებ თუ ჩვენმა თანამშრომლებმა გააკეთეს ეხლა მძანეთ რომ ჩვენმა თანამშრომლებმა გააკეთეს ეხლა მითხარით თქვენ და ეხლა გავიგე მე არა დამეთანხმეთ და აღარ მეთანხმებით დამეთანხმეთ რომ ეხლა გეუბნებით მაგრამ i-Technics გვერდზეა საუბარი ბატონო მამუკა უკვე ორ რამეზე მეთანხმებით ის რომ ტყუილი თქვით რომ მე ვარ ბიძაშვილი და მეორე ის რომ ეს თქვენი გაკეთებულია და დანარჩენზე რატომ დაგიჯეროთ გვერდზე თქვენ დაგვიანების გამო ძალიან დროს ვერ გადავაცდენ ჩვენ თქვენ დაგვიანების გამო და მოკლედ 30 წამი გაქვთ იმისთვის რომ თქვენი პოზიციები ჩამოაყალიბოთ ჩვენი საიტი ხომ მიითვისეთ i-Technics საიტი ეს იყო და ამის მერე გაბრაზდით და დადეთ სპილოების სურათები არ გავდეთ კაცო ჩვენ რასაც გვინდა ჩვენ საიტზე იმას დავდებთ ხო გასკურები და სპილოები გასკურა რა შუაში რა შეურაცხყოფებს რატო თუ გასკურა ან მაცივარი შეურაცხყოფა ჩვენ რასაც გვინდა იმას დავდებთ ჩიკარტებიანი უნიტაზის სურათის დადება არ არის კომპანიის შეურაცხყოფა რომელიც აი ამ სურათების დადება ეს არ არის არაკეთილი კომპანია არის კომპანია ეს გრინებლ ჯორჯია ხო კომპანიას ოფიციალურად i-Technics კომპანია როგორც კომპანია თქვენზე წინ დავარეგისტრირეთ დასახელება Facebook გვერდის თქვენზე წინ დავარეგისტრირეთ თქვენ მე რატომ წააგეთ მაშინ დავა საკპატენტში შეგიძლიათ ამბობთ საკპატენტში ჩვენზე ადრე შეიტანეთ ერთი რას აპირებთ ბატონო მამუკა თქვენი პოზიცია ადრე და არის უნდა დავასრულოთ გადაცემა ბატონო მამუკა უნდა დავასრულოთ გადაცემა ჩვენ დრო უკვე ამოვიტრო რას აპირებთ მოკლედ და ბატონ გიორგისაც ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ჩვენ აი ესე არ გავტოვებთ ამ თემას ბატონი გიორგი იურისტია და კარგად იცის რომ ამათ მოყვება სამართლებრივი უყუჩვენება ანუ როგორც კი ეს ყადაღა რამდენი ხანიც გაგრძელდება და რამდენი ხანიც დაზრალდება ჩვენი კომპანია თქვენ კარგად იცით რომ სულ ცერცვაძე არ იქნება მან და თქვენ კარგად იცით რაც მოგივათ თქვენ მორალურად ვიცით რომ ძიმე მდგომარეობაში ხართ თქვენ ამას გრძნობთ მაგრამ თქვენ საშუალება აღარ გაქვთ ცხოვროს ხანერად მოიცეთ მე ვიცი თქვენ რა დღეშიც ხართ და ვიცი მილიონ ნახევარი თქვენ რაც ახლა თქვენ დაგვედეთ ჭორების დონეზე თქვენ მართლა დაგევდებათ ოღონდ ბევრად მეტი აი i-Technics გულისხმობ დიახ კი ბატონო მოკლედ პასუხი ბატონო გიორგიევა რას აპირებთ პოზიცია კარგით ბატონო მამუკა თქვენი პოზიცია და უნდა ყველა საქართველოში სპეციალურად წარმოვადგინე აი ეს არის ის მტკიცებულებები 400 გვერდი მტკიცებულებების რომელიც ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ და რომლის საფუძველზე მაინც მე გადავდროვეთ ბატონო მამუკა დავასრულოთ რომლის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მთელი ეს აურზაური რომელიც დღეს ატყდა უკავშირდება იმას რომ ბატონ მამუკას არაფერი არ აქვს სათქმელი არც სასამართლო იყო ამაზე გადაწყვეტილება ნუ შეცდომაში დიახ არასოდეს გახელვა ჯერ არ დაწყებულა აი ამის საფუძველზე მიიღო კარგი თუნდაც დავასრულოთ გადაცემა ასეთ რეჟიმს ჩვენ ვეღარ გავაგზავნებთ დავასრულებ კი ბატონო ამიტომ მოხდა დღეს მთელი ამ პრესკონფერენციის მოწვევა და მთელი ამ ხარისხლის ატეკვა ჭიქაში რომ ბატონ მამუკას არ აქვს სასამართლებრივი არგუმენტები არც კონკურენციის აგენტოში არც სასამართლოში ჩვენ გვაქვს ჩვენ დავიწყეთ სასამართლოში ჩვენ არ აგვიტეხია ეს კარგი ბატონო გამომდინარე იქიდან თქვენ დააბრუნეთ გადაცემაში ვეღარ გავაგზავნებთ გადაცემას დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები კომპანია iPhone Plus-ის უკაცრავად თუ შეიძლება ესეთ რეჟიმში ვერ ვიმუშავებთ ძალიან გთხოვთ ბატონო გიორგი 20 წამი და უნდა დავასრულოთ გადაცემა გისმენთ მე მინდა დღევანდელი პრესკონფერენციის უკაცრავად შემდგომში ამ საკითხის გასვლის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ობიექტივს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ტელეიმედს და აღნიშნო რომ რუსთავიორის აბსოლუტურად დაუბალანსებელი სიუჟეტი რომელიც გავიდა და ეს მათი გადასაწყვეტი ტელევიზორზე რადიო პირველის არა ეს არის ერთიანი დაგეგმილი პროვოკაცია
ეს პროგრამირებთან დაიწყეთ, რაც არის თქვენ და ამას ჩვენ დავამტკიცებთ. ჩვენ გვექნება არასკევს იქნება ჩვენი პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდება ფაქტები, რომელიც პირდაპირ დაამტკიცებს ვიღაცების ჩვენ ამ პრესკონფერენციას აუცილებლად გავაშუქებთ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ iPhone Plus-ის დამფუძნებელი მამუკა მარგიშვილი და კომპანია i-Technic-ის იურისტი გიორგი ცერცაძე. Talk show დღის თემა დღეს ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.